წლის 25 ივლისს სამშაბათი დღე იყო, კარგად მახსოვს. გაიდან გახსოვს. ნუ ჩემ დაბადებამდე იყო და არანაირად არ მახსოვს. დაიბადა პირველი ინვიტრო განაყოფიერებით ჩასახული ადამიანი. მას ქვია ლუის ბრაუნი და ის საყეისრო კვეთით მანჩესტერის ჰოსპიტალში მოევლინა ქვეყანას. დღეს არის 46 წლის ეს ქალბატონი, აგერ გაიცანით ის 46 წლის არის, ყავს 2 შვილი და მისი დაბადებიდან რომ გავიდა 4 წელი, კიდევ ერთი გოგონა გაჩნდა, ეს იყო ლუიზას და ნატალი. მოკლედ ისიც ინვიტრო განაყოფიერებით მოევლინა ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი ამბავი მოყვა, რა თქმა უნდა, ლუიზას დაბადებას, ეს იყო ძალიან დიდი სამედიცინო გარღვევა და ამაზე ყველა გამოცემა წერდა. ხო და იმ სამშაბათის შემდეგ მოევლინა ქვეყანას ამ პერიოდში კიდევ 12 მილიონი ბავშვი სწორედ აი ამ მეთოდით ჩასახული. და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და მოკლედ ჩვენ უკვე დღევანდელ დღეს ამაზე ძალიან ისე მარტივად საუბრობთ და ძალიან მზარდია ეს ტენდენციაც. ადამიანები, რომლებიც ინვიტრო განაყოფიერებით დაიბადნენ, დღეს მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილ ნაწილს წარმოადგენენ თიკა და მეთანხმები. ისე რა საინტერესოა ამ ყველაფრის სხვა თვალით და სხვა რაკურსით შეხედვა. ძალიან საინტერესოა. თან პირველი ადამიანი ასეთი მეთოდიკით გაჩენილი და დაბადებული 46 წლის არის, ხო და ძალიან დიდი დროც არ გასულა და ესე იგი პოპულაციის საკმაოდ დიდი ნაწილი. ზუსტად იმიტომ რომ პირველი წარმატებული ინვიტროდან 50 წელიც არ გასულა, მეცნიერები დღემდე იკვლევენ ინვიტრო განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ძალიან საინტერესო, არასდროს არ მიფიქრია ამაზე და მართლა ძალიან საინტერესო და რა მდგომარეობა. მეც ახლა პირველად დავფიქრდი ამასთან დაკავშირებით. აი რა მდგომარეობაა. რა მოიკვლი ეს უკვე. გამოკვლევის შედეგად დასტურდება, რომ ისინი არ განსხვავდებიან არანაირად ბუნებრივად ჩასახული ბავშვებისგან. თუმცა ინვიტრო ტექნოლოგიით გაჩენილ ბავშვებში შემჩნევა გარკვეულწილად ოდნავ მეტი ჯანმრთელობის გართულებები. ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში მცირედ და მაღალია ნაადრევი მშობიარობის რისკი. ასევე შედარებით მაღალია მშობიარობის გართულების რისკები. მცირედით მაღალია ბავშვებში სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების განვითარების რისკი. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ბავშვებში უფრო მეტია გულთან დაკავშირებული თანდაყოლილი ანომალიები. ინვიტრო ტექნოლოგიით დაბადებულ ადამიანებში შედარებით მაღალია არტერიული წნევის, გლუკოზის და ცხიმის მაღალი დონის არსებობის რისკი და მაჩვენებელი. რადგან მაინც ქვია რომ ახალი ტექნოლოგია. პრინციპში საკმარისი კვლევებიც არ არის ჩატარებული, ჩვენ გვაქვს საშუალება რომ პირველ წყაროს ვკითხოთ, სწორედ მისი გამოცდილებით გავარკვიოთ უფრო მეტი რამ ამ ამბის შესახებ და დავპატიჟოთ სტუმრად პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი პედიატრი რუსუდან ჯაში. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა. ნინო, ემბრიოლოგი ხართ და არჩეველი ამ კითხვით არ დავიწყო. არის თუ არა რამე სხვაობა ბუნებრივი გზით ჩასახულ ემბრიონსა და ინვიტრო გზით ჩასახულ ემბრიონს შორის? ძალიან კარგი შეკითხვაა და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მაყურებლისთვის, რადგან ხშირად მით უმეტეს ქართველი პაციენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ინვიტრო განაყოფიერება არ გაიკეთოს და ბუნებრივი გზით დაორსულდეს, იქიდან გამომდინარე, რომ თulis რომ ის ბავშვები რაღაც ხელოვნურად შექმნილი ბავშვები არიან. და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხელოვნური ამაში არ არის. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები 10, 20, 15 წლის განმავლობაში, რომ კურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. აქ ძალიან ბევრი იატროგენული დაავადებებიც არის ხშირად, რომელიც ექიმის მიერ დანიშნულებიდან დანიშნულებამდე გამოწვეული პათოლოგიებია. ძალიან მძიმე ანამნეზით მოდის ძალიან ბევრი ადამიანი. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ორგანიზმზე. და მე არ ვთვლი, რომ ინვიტროს ბავშვები განსხვავდებიან, სხვათა შორის რამდენიმე კვლევა იყო და სწორედ ამ კვლევის გამო ქალბატონი რუსუდანი არის ჩვენთან დღეს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვი და პედიატრებს სხვათა შორის საქართველოში ყველაზე ცოტა საქმე ქონიათ და ძალიან გამიკვირდა. ძალიან ბევრი ადამიანი არ მიმართავს პედიატრს თავიდანვე, რატომღაც აი ვიმშობიარე და თვლიან, რომ არა უშავს, ჩვენ ყველაფერი ვიცით და ჩვენ შეგვიძლია ის წონა, ზომა, სიმაღლე,
ყველაფერი ვაკონტროლოთ და არ გვჭირდება პედიატრთან მიმართვა და ყველაფერი შეგვიძლია აბსოლუტურად დედებმა, მეგობრების, მეზობლების და Google-ის დახმარებით ყველაფერი გავაკეთოთ და სულ მეგონა რომ ანუ პედიატრები ყველაზე დატვირთული იყვნენ და აღმოვაჩინა რომ თურმე არა. პირველ რაღაცა ვადებში იწყება რაღაც აცრების რაღაც აი მიუხედავად იმისა რომ და გინდა არ გინდა ხვდები პედიატრთან ანუ გინდა არ გინდა კვებასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მაინც მშობლები იღებენ არა პედიატრი იყო თუ არა რაიმე დაავადებები გადაიტანა თუ არა დედამ გართულება მშობიარობის ძალიან ხშირად არის ნაადრევი მშობიარობა ბატონმა ლევანმა კარგად იცის ჩვენ ნაადრევი მშობიარობის მით უმეტეს ტყუპები ძალიან ხშირია ჩვენთან როცა ინვიტრო განაყოფიერება შესაბამისად პირველ რიგში ჩვენი ორსულები მაინც მაღალი რისკის ორსულები არიან, შესაბამისად მართვა მათი მაინც პრეპარატებით მიმდინარეობს. ასე რომ რო გითხრათ რომ განსხვავება არის, რაიმე პათოლოგიები აქვთ მათ და განსაკუთრებულად არიან უფრო მძიმედ ან არაჯანმრთელები ნამდვილად არ არიან, მაგრამ ნამდვილად უფრო იმუნური სისტემა მათი უფრო მგრძნობიარია. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გადაფეთებული დედები არიან და მაქსიმალურად ეს ადამიანები ყველაფრის ეშინიათ და სტერილურ გარემოში გაზრდილი ბავშვებიც ხო იცით როგორი პრობლემაა შემდგომ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაც განსხვავებები მაინც არის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელ დღეს მაგალითად 21 საუკუნეში ჩვენი ბავშვები პრაქტიკულად გენეტიკურად გამოკვლეულები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გენეტიკური პათოლოგიების რიცხვი ნამდვილად გაცილებით უფრო ნაკლებია. აი რომ შემცირდეს თუნდაც ეს მინიმალური სხვაობა ბუნებრივია, რასაც თქვენ საუბრობდით. რა კეთდება ამისთვის? რა კეთდება ამისთვის და ამისთვის არის ის რომ ჩართულობა მიკროპედიატრების, შემდგომ უკვე პედიატრების მიმართვიანობა სწრაფად და მთავარი არის მშობელმა იცოდეს, როდის უნდა მიმართოს ექიმს, რომ არ მიმართოს თუნდაც Google-ს და იცით ასე იყო, ბებიას ასე ქონდა, დედას ასე ქონდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მაინც უფრო მივყავართ იქამდე, რომ შეიძლება უკვე რთულ პერიოდში მივიდეთ ექიმთან და მაქსიმალურად დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილების მიღებას. მაშინ აქვე მივაკითხავ გალბატონ რუსუდანს. თქვენ თქვით რომ არ აკითხავენო პედიატრებსო და აი ძალიან საინტერესოა თქვენი გამოცდილებით. თუ გიგზნიათ ან დაგინახავთ რამე სხვაობა დაუშვათ ამ სხვადასხვა გზით მოვლენილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ბავშვები არიან ჯანმრთელები, გონებრივადაც, ფიზიკურადაც, მაგრამ მაინც არსებობს ეს მაგრამ. რა არის ახლა ეს? პრაქტიკულად, როდესაც ასეთი ბავშვი ვითარდება, ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, როგორ შევინარჩუნოთ ორსულობა. ერთია რომ მოხდა განაყოფიერება და ეხლა ორსულობის შენარჩუნებაზე ლაპარაკი. გამომდინარე აქედან, რომ ორსულობის შენარჩუნებაში პერიოდში, აი იმ პერიოდში, როცა გვაქვს ეს პრობლემა, ჩვეულებრივ მკურნალობა ხდება სწორედ იმიტომ, რომ მიდის მუცლად ყოფნის პერიოდის ჰიპოქსია. ანუ უჟანგბადობა გასაგები რო იყოს მოსახლეობისთვის. ჟანგბადის ნაკლებობის გამო ყველაზე უფრო ხშირად მთავარი ორგანო ჰიპოთალამუსი ზიანდება ამ დროს ნაყოფის. ამიტომ არის სწორედ ჩართული ესა თუ ის პრეპარატი. ანუ ამის გარეშე რა თქმა უნდა შეიძლება დაიღუპოს კიდევაც ის ნაყოფი და აღარ გაგრძელდეს, ხო? განვითარება არ მოყვეს. განვითარება არ მოყვეს ბოლომდე. მაგრამ არაერთი ბავშვია ნადრევი მშობიარობით დაუშვათ, ხო? არაერთი ბავშვია ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენით, არაერთი ბავშვია, მაგრამ ეს არის როგორ იცით ჩვენ ვადარებდით ჯანმრთელი დედების ბავშვებს და უნაყოფობაზე ნამკურნალები დედების ბავშვებს. და ამ შედარებაში აღმოჩნდა რომ იქაც არის გარკვეული ესე და ცვლილებები, მაგრამ აქ ორჯერ და სამჯერ უფრო მეტია სხვადასხვა შემთხვევაში. და ამიტომ ჩვენი მიზანი რა იყო, რომ აი ეს სწორედ ეს დავდეთ ჩვენი კვლევების შედეგად, რომ სწორედ ორსულობის მართვის დროს ჩატარებული აი ეს კვლევები აუცილებელია სწორედ ამ ბავშვებში უფრო სერიოზული მონიტორინგი ორსულობის და უფრო სერიოზული კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე პრობლემა არ იყოს ნაყოფთან. განვითარების ანომალია არ გამოხატავს. რეალურად ესეა. ძალიან ბევრი არ გვაკითხავს. აუცილებელია. სტანდარტული ორსულთა ჩვეულებრივი პროგრამით. რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პაციენტებმა გაითავისონ ის, რომ ისინი ჩვეულებრივი ორსულები არ არიან.
ინვიტროზე არ ვსაუბრობ დღეს უნაყოფობაზე ნამკურნალებ ქალებზე ნახეთ ეს არის უნაყოფობა ის 15% რომელსაც ინვიტრო შეიძლება მხოლოდ 7 და 6%-ს დასჭირდეს მაგრამ უნაყოფობაზე დახმარებით ამ შემთხვევაში რეალურად პრეპარატების მიღების შემთხვევაში და ასე შემდეგ როდესაც მიდიან ჩვეულებრივ მართვაზე ხო ყოველთვის გაითვალისწინონ რომ ისინი არიან მაღალი რისკის ორსულები რეალურად მათ ნაყოფს აუცილებლად უნდა ვნახოთ ნახთან როგორ არის უნაყოფობაზე ნამკურნალები ხო ერთია და მეორე ასაკოვანი პაციენტები ჩვენთან უმრავლეს შემთხვევაში ასაკოვანი 40+. ანუ წარმოიდგინეთ რომ დღეს უკვე 50+-ია. აქედან გამომდინარე გაცილებით მაგალითად იმ 8 კონსულტაციასთან შედარებით გაცილებით მეტი მიმართვიანობა სჭირდებათ მეტი გენეტიკური ტესტი ტარდება მეტი ანომალიის გამოვლენისთვის ვატარებთ დაუშვათ მორფოლოგიას რადიოლოგიას აბსოლუტურად მათ ინტერესებშია თუმცა ძალიან ხშირ შემთხვევაში ამაზე ძალიან ბევრი ორსული ვარსაცხადებს მაინც და ანუ მიდიან ორსულები გაერთიანებული არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ხო? ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში. პროცესი როგორ მიმდინარეობს დაკვირვების და მართვის განსხვავდება თუ არა, ვთქვათ, სხვა ჯგუფის ორსულებისგან. კი, ნამდვილად განსხვავდება რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აი ორსულებში რა პრეპარატები გამოვიყენოთ, რა პრეპარატები არ გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, 12 კვირამდე ისინი აბსოლუტურად განსხვავებულები არიან იმ ჩვეულებრივი ორსულებისგან, ვისაც ჩვენ არ ვმართავთ, რადგან ნახეთ, უნაყოფობაზე ნამკურნალებიო, რაც არ უნდა ბუნებრივად ორსული იყოს ამ შემთხვევაში, იქ არ სჭირდება მას დამატებითი ბევრი რაოდენობით პრეპარატი და ჰორმონალური პრეპარატი მით უმეტეს რომელიც კოაგულაციასაც მეტად იწვევს. ძალიან ხშირად ანტიკოაგულანტებზე არიან, ხო? გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით გამოიყენება ხოლმე პაციენტებსაც ესე გონიათ რომ ეს უფრო უკეთესია, მაგრამ ექიმიც რომ არ უნიშნავს პაციენტს თავისი ინიციატივით, თავისი გადაწყვეტილებით, აი ჩემმა მეზობელმა ეს გაიკეთა და მას არ მოეშალა და მე ხარო არ გავიკეთო. ესე იქნება სამწუხაროდ. ანტიკოაგულანტებს ძალიან მაღალი რაოდენობით იყენებენ და მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის საჭიროება, მაინც წარმოიდგინეთ. ელემენტარული მრჩეველები ყავთ, თქვენ ალბათ შეიძლება შეგხვდათ კიდევაც სოციალური ჯგუფებში არის რაღაც ჯგუფები, დედების ჯგუფი, ორსულების ჯგუფი და რაღაცა. მე აი ეს მაწუხებს დედებს ეკითხება და აი თქვენ რას გვირჩევთ? და მე მიდის უამრავი წამლებით რჩევები, უამრავი რაღაცა მეზობელი მეგობარი. აი ეს მინდა ძალიან ხაზგასმით თქვა და ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ არსებობს მსგავსი მეორესი. ისევე როგორც ჩვენ აი ახლა განსხვავდებით ერთმანეთისგან, ისე განსხვავდება თითეული პაციენტი ერთი მეორისაგან. არა მარტო გარეგნობით, მე ვამბობ შინაგანად, ყველა მისი მონაცემით ეს არის ინდივიდი, რომელსაც პერსონალურად უნდა შეურჩიო წამალი. და გამომდინარე მისი მდგომარეობიდან, გამომდინარე დედის მდგომარეობიდან, კომპლექსში იხილება იქ დედა, ნაყოფი, ახალშობილი და ყველაფერი ამის გაზრებით რა წამლები ქონდა იმად გამოყენებული. ეხლა მე მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ დავნიშნავ ამა თუ იმ წამალს. ახველებს და ეს ამაში ყველაც სხვა მიზეზით არის. იქ იმდენი ნუანსია, ჩვეულებრივი მართვა აქ არ მიდის. იმიტომ რომ ეს ბავშვები როცა ასე ვითარდებიან, იქ ღვიძლით ირკმელი, რომელიც წამლების მოქმედებას პირდაპირ განიცდის, აი იქ კიდე ისეთი წამლის დანიშვნა, რომელიც ამ ორგანოებს კიდე უფრო დააზიანებს, უკვე აღარ შეიძლება. და აი ამის ყველაფრის გააზრება აუცილებელია. მოდით, მაშინ თქვათ, რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ეს ყველა ექიმი ამბობს იმას, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდაციის გარეშე ნუ გააკეთებთ. ანუ შეიძლება დავუშვათ მიღწეული შედეგი დაკარგული იქნა, ასე რომ ორსულობა შეწყდეს, ბავშვის ნაყოფზე ცუდი განვითარებისკენ უბიძგოს. ეს არის მთავარი მიზეზები. რეალურად წარმოიდგინეთ, რომ ინვიტროს თუ შევეხებით დღევანდელ დღეს, ჩვენ პრეპარატის გარეშე პრაქტიკულად არ მართავთ თუ არ არის
პაციენტი, ანუ ოვულაცია თუ არა აქვს საკუთარი და ეხა 50 წლის ქალს ოვულაცია არა აქვს მაგალითად როცა მართავთ და ესენი ყველა პრეპარატით იმართება. ანუ მათი პროგესტერონი, რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად ეს იციან და ესენი რომ მაღალი რისკის ორსულები არიან, ბატონმა ლევანმა და მიღებლობა ამისი ხო. მაღალი რისკის ორსულს არა აქვთ. ნახეთ, როგორც კი ის რჩება ორსულად, 90% შემიძლია გითხრათ. თulis რომ ის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ორსულია. დაუშვათ, შემდგომი რაღაცები რაც შეება მოყვეს შემდეგ. კი, ნელ-ნელა ეს ყველაფერი წყდება. ნაყოფსაც შეიძლება იყოს დამსახურება იმ არა თანმიმდევრულობის, რაც არა დაუშვათ. კი ბატონო, შესაძლებელია დაუშვათ ეს ყველაფერი მოისმინა, ოღონდ არ შეასრულა, ან ცუდად შეასრულა, ან რაღაცა გამორჩა, რაღაც არ გააკეთა. შესაბამისად გადაუხვია გეგმით. კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში მით უმეტეს უკვე 12 კვირის შემდეგ შეიძლება საერთოდ არ გაითვალისწინოს არანაირი რეკომენდაცია ექიმის და პრაქტიკულად თulis რომ არის ჩვეულებრივი ორსული და ძალიან ბევრ შემთხვევაში მაინც მივდივარ სავალალო შედეგამდე, შეიძლება ან შეწყვეტა მოხდეს ორსულობის დაუშვათ, ან ნადრევი მშობიარობაც კი. გვაინტერესებს მითია თუ რეალობა რომ ინვიტრო ბავშვები არიან დაცულები იმ დაავადებებისაგან რომლის მატარებლებიც მათი მშობლები არიან. ინვიტრო ბავშვები დაცულები არიან მათი მტარებლობის შემთხვევაში, მშობლების მტარებლობისგან, იმ შემთხვევაში თუ მათთან ჩატარებული არის გენეტიკური კვლევა. აქედან გამომდინარე, თუნდაც ის კვლევა, რომელიც ქალბატონმა რუსუდანმა ჩაატარა მაშინ უნაყოფობასთან მიმართებაში, პაციენტზე მოქმედების მექანიზმზე, პრეპარატების და ასე შემდეგ, მაშინ თუნდაც ის რომ გენეტიკური კვლევა ხდებოდეს პრეიმპლანტაციურად, მაშინ არ ხდებოდა. დღევანდელ დღეს ეს კვლევა კეთდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი ემბრიონი არ გადადის დედასთან, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა პათოლოგია. ახსენეთ უშვილობა, ხო? ოჯახისთვის ძალიან დიდი სტრესია. კი, ნამდვილად. ეს ხალხა მინიმუმ იწყება 1 წლიდან და გრძელდება 10-9 გეთახმებით. ბევრი ხანი, ხო? ანუ ფსიქოლოგიური მომენტებია ალბათ აქ უფრო მეტად. კი ბატონო. შეიძლება სტრესის ფონზე ძალიან მარტივია გამთავისუფლდეთ ამისგან, დავორსულდი და მორჩა. ანუ დავისვენე, მე უკვე გავხდები დედა და მივაღწიე რაც მინდოდა. ანუ ორსულობა მიზანი არ არის, ნახეთ, მე ყოველთვის დედობაა მთავარი. დედობა, უნდა გახდე დედა. ქალბატონ რუსლან, ჩვენ ნინომ გითხრა რომ გენეტიკური დაუშვათ დაავადებებისაგან მეტად დაზღვეულია დაუშვათ ინვიტრო განაყოფიერებით მოვლენილი ბავშვი. თქვენს პრაქტიკაში როგორ იკვეთება ეს? იცით რა გითხრათ, ეხა ინვიტროთი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არანაირი განსხვავება მაგ არ არის, იმიტომ რომ ინვიტრო განაყოფიერება ჩატარდა, მორჩა და კარგია რომ დაფეხმძიმდა, ხო? მე აი ესეც უნდა მიდიოდეს სწორად. 21 საუკუნეში დღევანდელ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ 2024 წლის 95% ჩვენი პაციენტებისა გენეტიკურ კვლევას იტარებს ნაყოფზე უკვე. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ზოგადად ეს გზა, რომელსაც ადგას ქალბატონი, ოჯახი, ასე ვთქვათ, არის ბევრი გამოწვევებით სავსე. ჯერ ეს მოყვებათ, რა თქმა უნდა, ეს უკვე ამბავი, რომელმაც ხელი შეუშალა ბუნებრივი გზით დაუშვათ განაყოფიერებისთვის და შემდეგ უკვე გადადიან ახალ ეტაპზე ცხოვრების, აქ უკვე უნდა გაუმართლოს და სწორ ექიმთან მოხვდეს, შემდეგ უნდა გაუმართლოს და ეყოს გონიერება, რომ იმ გზას კარგად გაყვეს, რომელიც შეიქმნა სწორედ მისთვის ინდივიდუალურად და შემდეგ დგება ის ნანატრი წამი, რომელიც უკვე დედობას აუწყებს მშობელს და ყველას ვუსურვებ, რომ ეს გზა ძალიან ჯანსაღად და სწორი გადაწყვეტილებებით გაიაროს, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად განმაპირობებელი იმისა, რომ დედა სამშობიაროდან უნდა გამოვიდეს ბედნიერი ღიმილით და ჯანმრთელი შვილით ხელში. მადლობა, რომ სტუმრობდით დღეს.